თარგმანება იმათეს სახარებისა ითავინ. სიტყუაი ესე, და ვითარცა განუტევა ერი იგი, ავიდა მთასალოცვათთვისაგან. და შერა იმწუხრდა, მარტო იყო მონ. ხოლო ნავი იგი განშორებულიყო ქვეყანით მრავალუტევან და იგუემებოდა ხელვათაგან, რამე თუ იყო ქარი იგი პირით 14, 23, 24. რაისათვის ავალს მთად? რაითა გვასწავს ჩვენ ვითარმეთ კეთილარს უდაბნოს მყოფებაი და მარტოებაი, ოდეს გვენებოს ვედრებად ღმრთისა. ამისთვის ზედა ისედა განვიდოდა უდაბნო და მუნ გარდაიხადის ღამე ლოცვათა შინა, რაითა ჩვენ ვისწავლთ შამისა და ადგილისაც ამ მყუდროისაი განჩემებად ლოცვისათვის. რამე თუ უდაბნოი დედაი არს მყუდროებისაი, ნავთ საყუდელი არს მფარველი ხელვათაგან ამბოხებისათა. ხოლო თავადი რა იყოფოდა მთასა მას ზედა, მოწაფენი იღელებოდეს ზღვასა შინა, ვითარცა პირველ. არამედ მაშინ უფალი იყო მათ თანან და არა იევნებოდა მათ, ხოლოაც მარტო დიპოვნეს და არა აქ უნდა სასოება იცხოვრებისაი. რამე თუ მიუშვა მათ ზედა მისვლად ქარისამის და აღდგომად ხელვათა, რაითა ისწაონ თავსდებაი განსაცდელთაი და რაითა მოვიდენ ხსენება და უმეტესად სურვილად უფლისა. და ღამე ყოველი გუემებოდეს ხელვათა მათ შინა. სახარებაი და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მართა იესუსლით ზღვასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს იგი ვიდოდა რაი ზღვასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქვეს ვითარმეთ, საოცარ რაიმე არს და შიშისაგან ღაღატყვეს. მე ხსეულად ეტყოდა მათ იესო და hrქვა, კადნიერი ყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ, 14, 25, 27. თარგმანი, მეოთხესა სახუმილავსა მოვიდა, რომელ არს მეათე ჟამი, რაითა ასწაოს არა ძიებად ადრე განრომად განსაცდელთაგან, არამედ თავსდებად მოწევნულთა მათ ზედა ჭირთა ახოვნებით. ხოლო იყვნენ რაი ხელვასა მას შინა, და ერთო შიშიცა იგი უცნებისა იმის, რამე თუ ვერ იცოდეს, თუ უფალი არს. და თავადი დუმნა, რაითა ვითარცა ვთქუ, განიცვართნან ყოველსავე შინა მოთმინებად. ხოლო ოდეს იგი ესოდენ აღემატა შიში იგი ვიდრე ღაღატყვეს, მაშინ hrქვა მათ უფალმან, კადნიერი ყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ. ამან ხმამან მეხსეულად შიში იგი განაქარვა, რამე თუ იცნას ხმა იმისი და კადნიერი ქმნეს. ხოლო ყოველსავე ადგილსა მხურვალე მან პეტრე, აქაცა აჩვენა მხურვალება ითვისი. წახარებაი, მიუგო პეტრე და hrქვა მას, უფალო, უკვე თუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენ და წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან hrქვა, მოვედ. და გარდა მოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და მოვიდოდა იესოისა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღატყო და თქვა, უფალო მიხსენ მე. და მეხსეულად განყო ხელი იესო ოპყრა მას და hrქვა, მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი, 14, 28, 31. თარგმანი, იხილეა რაბა მიიღო მხურვალებაი პეტრესი, რაბა მიიღო სარწმუნოებაი მისი. ამისთვისცა მეტისა მისგან მხურვალებისა მრავალგზის ჭირსა მიეცემის, რამე თუ აქაცა ფრიად დიდი საქმე ითხოვა სიყვარულისათვის ხოლო მისისა, არა თუ საჩვენებელად. რამე თუ არა hrქვა, თუ მიბრძანე სლოაი წყალთა ზედა, არამედ მიბრძანეო მისვლად შენ და წყალთა ზედა. რამე თუ არავის ესრე თუ ყვარდა უფალი ვითარმას. ეგრეთვე შემდგომად აღდგომის საქმნა, არა ადროა სხვათა მოწაფეთა თანამისლად, არამედ აღდგა და მირბიოდა საფლავად. ხოლოაც არა სიყვარული ოდენ, არამედ სარწმუნოება იცა აჩვენა. რამე თუ არა ესე ხოლო ხრწმენა,
თუ ძალუც მას ზღვასა ზედასლვად, არამედ სხვათა ცავლინებად ხელეწიფების. ამისთვის თქვა, უფალო, უკვე თუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენ და წყალთა ამათს ზედა. ხოლო ქრისტე მან უბრძანა. რამე თუ უკვე თუმცა ეთქვა, თუ ვერ გაქვს ჯერეთ ესე ვითარი მტკიცე სარწმუნოებაი, კვალა და ცილამცა სიმხურვალისაგან. ამისთვის საქმით დაარწმუნა ნაკრულევანება იგი სარწმუნოებისაი. რამე თუ გარდავიდა რაი პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და მივიდოდა იესუისა, არა ესრეთ მხიარული ყოსვლისა მისთვის წყალთა ზედა ვითარ მისვლისათვის უფლისა მიმართ. და რომელი იგი უმეტეს სამძლე ექმნა, რომელ არს წყალთა ზედასლვაი, უდარესისაგან შეირყია, რომელ არს ქარისა სიმძაფრე. რამე თუ იხილა რაი ქარი იგი ძლიერი, შეშინდა და იწყო დანთქმად. შიშმან მან ყო დანთქმა იგი, ხოლო შიში ქმნა ვერ სიმტკიცე მან სარწმუნოებისამან. რამე თუ ესრეთ არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაი, მრავალგზის უზეშთა ესი წარჰმართის და უდარესსა ზედა ემხილის, ვითარ იგი შეემთხვიეთ ელიას იეზაბელისგან და მოსეს მეგვიპტელისა მისგან და დავითს ბერსაბესგან. ეგრეთვე ესე ზღვასა მას ზედა ახსლა და სლად წყალთა ზედა კადნიერი ქმნა და ქარისაგან შეეშინა და შეირყია, რომელი იგი მახლობელმებრღა იყო ქრისტესა, რაითაც ცნა, ვითარმედ არაც სარგებელ არს მახლობელობაი ქრისტესი, უკვე თუ ვინ სარწმუნოებითა არა ახლოს იყოს. ესრეთ უკვე გამოჩნდა ნაკრულევანებაი სარწმუნოებისაი და ამან საქმე მან სხვათა მათცა ნუგეშინისცა. რამე თუ უკვე თუ ორთა მათთვის ძმათა განრისხნას თხოვისა მისთვის, რომელი თხოვეს, არამცა ამისთვისცა მოუხდა ესე ვითარი გულის სიტყვაი, უკვე თუმცა არა ესრეთ ქმნილიყო. რამე თუ არა იყვნეს ჯერეთ ღირს ქმნილ მადლსა მას სულისა წმიდისა სასრულებით, ხოლო უკუანა ისკნელ ყოველსა ადგილსა პეტრეს აწვევდეს წინამძღვარ ყოფად სიტყვისა. ხოლო რაისათვის არა შეჰრისხნა ქარისა სიმძაფრესა, არამედ მას უპყრა ხელითა. ესე ამისთვის, რამე თუ სარწმუნოებასა მისცა მოელოდა, ხოლო რა ჟამს იგი მოაკლდა, მაშინ უფალმანთვის შეწევნა იაჩვენა. ამისთვისცა უჩვენა ვითარმედ არა სიმძაფრემან მან ქარისამან, არამედ მისმან მცირედ მორწმუნეობამან ყო შერყევა იგი და მიდრეკა იმისი. და ხრქვა, მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი, რამე თუ უკვე თუმცა სარწმუნოებაი შენი არა მოუძლურებულიყო, ადვილადმცა წინააღდგომილიყავ ქარისამის. ხოლო განყო რაი ხელი და უპყრა მას, დაუტევა მერმეცა ქროლად ქარი იგი, რაითა გულისხმა უყოს, ვითარმედ ოდეს სარწმუნოებაი მტკიცე იყოს, ქარი და ზღვაი ვერ არასავნებენ. სახარებაი და ვითარც აღვიდეს იგი ნინავსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუხდეს და თაყვანისცეს მას და იტყოდეს, ჭეშმარიტად სიღრმთისა იხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქვეყანასა მას გენესარეთისასა 14, 32, 34. თარგმანი პირველ ამისა იტყოდეს ვითარმედ, რაბამ ვინ არს ესე, რამე თუ ქარნიცა და ზღვაიცა ერჩიან მას, მათე 8:27, ხოლოაც მოუხდეს და თაყვანისცეს მას და იტყოდეს, ჭეშმარიტად სიღრმთისა იხარ შენ. ხედავა, ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისხმის ყოფისა კიბეთა? რამე თუ მაშინ შეჰრისხნა ზღვასა მას და ქართა, ხოლოაც სხვით სახით უჩვენა ძალითვის ისლვითა ზღვასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთვისცა უმეტესად სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს, ჭეშმარიტად სიღრმთისა იხარ შენ. ხოლო სიტყვასა ამას ზედა ნუ უკვე შეჰრისხნა ქრისტემან. ნუ იყოფინ.
უფრო ისხა და ამტკიცა, უმეტესით არა ხელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი, ვითარცა ესერა იტყვის მახარებელი. წახარებაი და განვიდეს მიერ და მივიდეს ქვეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და მოართვეს მას ყოველი ბოროტად ნებული. და ევედრებოდეს მას, რაითა შეხოლო ახონ ფესვსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს 14, 34, 36. თარგმანი, არამედ ესე დაგვირჩა ზემოთქმად, ვითარ იტყვისაქა, ვითარცა ავიდეს იგი ნინავად დასცხრა ქარი იგი, ხოლო იოანე იტყვის ვითარმედ, უნდა რაითამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეხსეულად იპოვა ნავი იგი ქვეყანასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს. იოანე 6:21 ესრეთ უკვე გულისხმოვყოფთ, ვითარმედ ორნივე ესე ურთიერთას ეწამებიან. პირველად იხილეს იესო ვიდოდა რა ის ზღვასაზე და შეეშინა, რქვა მათ იესო, მე ვარ, ნუ გეშინინ და მერმე აღასრულა ძლიერება იგი პეტრეს ზედა. მერმე ენება რაითამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას და მეხსეულად იპოვა ნავი იგი ქვეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს. არა თუ ეგრეთ იტყვის, თუ გარეხმალსა იპოვა, არამედ მახლობელად კიდესაო. და მირაი ეახნეს კიდესა, მაშინ აღვიდა იესო ნავად. აც უკვე განიყვას მახარებელთა სასწაული ესე და კეთილად გვაუწყეს ყოველივე. ხოლო განრაივიდეს ქვეყანად იცნეს იგი კაცთა მათ და არღარა ეტყოდეს, რაითა სახლად კაცად ისა მივიდეს, არამედ უმეტესითა სარწმუნოებითა შემოკრიბნეს ყოველთა მათგან სანახებთა უძლურნი და ევედრებოდეს შეხებად ფესვსა სამოსლისა მისისასა, რამე თუ წიდონისა მისგან ისწავეს საქმისა ამის ძალი. ამისთვისცა რომელნი შეეხნეს ცხონდეს. სწავლა იმ წმიდათა საიდუმლოთათვის და მოწყალებისათვის. და ჩვენცა მორწმუნენო შევეხნეთ ფესვსა სამოსლისა მისისასა. და უფრო ისხა უკვე თუ გვენებოს, ყოვლითურთ არს იგი ჩვენ შორის, რამე თუ არა თუ სამოსელი მისი, არამედ ხორცი და სისხლი მისი წინამდებარე არს ჩვენ და არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭვლადსა და სასუმლად უკვე თუ გვენებოს, მოუცემი ეს ჩვენ და მოუხდეთ უკვე სარწმუნოებით, რაითა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი ჩვენი. უკვე თუ რომელნი ფესვსა სამოსლისა მისისასა შეეხნეს, ესრეთ სარგებელეყო, რაოდენ უმეტესად სარგებელეყოს, რომელთა შეიწყნარონ იგი თავთა შორისთვის და უკვე თუ ოდენ ღირს იქნენ გულითა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად. რამე თუ ჭეშმარიტად მორწმუნენო, აცსა ქრისტესა მოუხდებით, და ღაცა თუ ხმა იმისი არა გუესმის, და უფრო ისხა გუესმის ხმაიცა მისი დღითი დღე სახარებისა მიერ. აც უკვე შეუორგულებელად გრწმენინ ძმანო, ვითარმედ აცსა სერობა იგი არს, რომელსა შინა თავადი ინახით მჯდომარე იყო და არაითა განყოფილა არს ესე მისგან. რამე თუ ვითარცა იგი მაშინ მან შეჰმზადა, ეგრეთვე აც ამას იგივე შეჰმზადებს. ამისთვის გეტყვის საყუარელო, ოდეს იხილო, რომელ მღვდელი გაზიარებდეს, ნუ ჰგონებ, თუ მღვდელი იგი მოგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ხელი ქრისტესი განმარტებულ არს მოცემად შენ და ხორცსა და სისხლსა მისსა. რამე თუ ვითარცა იგი ნათელ იღებდერაი, არა თუ მღვდელი იგი ნათელ გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი, და არცა ანგელოზი, არცა მთავარანგელოზი, არცა სხვაი ვინ იკადრებს მოახლებად, ეგრეთვე აქა იგი არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდუმლოთა. რამე თუ არა ანგელოზთა და ურწმუნები ეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განყოფელი და მიმნიჭებელი. რამე თუ რომელმან უმეტესი ქმნა, უდარესი მცა უღირსი ჩინაა.
რომელმან თავისთვის იმოგუცა საჭმლად, ხელით ამცა თვისითა არა ჯერ იჩინა განყოფად პატიოსნისა, მის ხორცისა და სისხლისა მისისა მოყვარეთა თვისთა? ვისმინოთ უკვე მღვდელთაცა და ყოველმან ერმან ვითარსა პატივსა ღირსქმნილ ვართ. ვისმინოთ და შევძრწუნდეთ. წმიდისა ხორცისა და სისხლისა მისისა ზიარმყნა ჩვენ, თავითვისი დაკლული წინაშე დაგვიდვა. რაიმე უკვე მიუგოთ, რომელნი ესე ვითარსა საიდუმლოსა ზიარქმნილ ვართ და ესრეთ წარმდებებით ვცოდავთ? რომელნი კრავს ამას ღმრთისასა მოვიღებთ და არა შევიგდიმეთ მგელთა მიმსგავსებად, რომელნი ტარიქს ამას მოვიქვამთ, ამ ხუმალსა ცოდვათა სოფლისათა და ვართხა მხეც მტაცებელ. ესე საიდუმლოი ნიჭი არს მშვიდობისაი, განწმედელი ყოველთა ცოდვათაგან ღირსად მიმღებელთა მისთა. და არა ჰნებავს, რაითა ყოვლადვე უფლებულნი ვიყვნეთ ვნებათაგან, შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგახრებისა, ან თუ გულის თქმათაგან ბოროტთა. რამე თუ უკვე თუ მან ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთა ისა არა ხრიდა თავსათვისა სიკვდილად მიცემად, ჩვენ ვითარებულებელს ვყოფთ ცხოვრებასა ჩვენსა. ჰურიათა მის ცნაცლით იწლად დღესასწაულნი სახსენებელად ქველის მოქმედებათა მისთა, ხოლო ჩვენ და დღითი დღე მოუცემიეს სახსენებელი ესე, ვითარცა იტყვის მოციქული, რავდენგზის ჭამდეთ პურსა ამას და ვსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ. პირველი კორინთელთა მიმართ 11:26 რამე თუ ესრეთ თქვა უფალმან, ამას ყოფთითო მოსახსენებელად ჩემდა. ლუკა 22:19 და ნამდვილად ესე არს თავი ქველის მოქმედებათა მისთაი, ხსენებაი სიკვდილისა მისისაი. რამე თუ უკვე თუ თქვა, თუ ცანი გარდა არტხნა და ქვეყანაი და ამტკიცა ზღვანი განფინა, ნათობნი დაჰბადნა და ამისა პირველ მხედრობანი ანგელოსთანი შექმნა, ზღვანი იგი ყოველნი თუ საკვირველებანი მისნი წარმოვთქუნე, ვერ არას ვიტყვის სწორს ამისა, რომელ თავითვის იმისცა ჩვენთვის სიკვდილად, რაითა უცხოქმნილნი ესე და წარწმედილნი მონანი მომიძინეს და შვილღმრთის ამღვნეს. ესე არს თავი ყოველთა კეთილთაი, ესე არს საიდუმლოი დიდებული, რომელიც საუკუნიდან დაფარულიყო და აც გამოგვიჩნდა ჩვენ. სურვილით უკვე და სარწმუნოებით მოუხდებოდით წმიდას ამას და შესადრწუნებელსა ტრაპეზსა. გარნა ნუმცა ვინ მოუხდების სამოსლითა ხენეშითა, რაითა არა გარე განვარდეს. ნუმცა ვინ არს იუდა, ნუმცა ვინ არს სიმონ მოგვი, რამე თუ ესე ორნივე ვეცხლის მოყვარებითა წარწმდეს. ვიუტოდით უკვე ჩვენცა ბოროტისა ამის ვნებისაგან, განვეშორნეთ მოხვეჩისაგან გლახაკთაისა და ტყვენისაგან დავრდომილთაისა. არიან ვიეთნიმე, რომელნი იტაცებენ გლახაკთაგან და შეიკრებენ საფასეთა და მერმე იქმან ბარძიმფე შვემებსა ოქროისასა, შემკობილსა თვალითა და მარგალიტითა და შესწირვენ ეკლესიათა, ეგრეთვე სტავრაებსა ოქროქსოილებსა და სხვა სამრავალსა, საფასითა დიდძალითა მოგებულსა. აც უკვე ითქვის უფალი არა ესევით არის შესაწირავი გამოვირჩიეო. გონება, კაცო, თუმცა ესევით არის ძღვენის თნდა უფალსა. ნუ იყოფინ. უკვე თუ გნებავს პატივცემაი შესაწირავისა იმის სული შენი ქმენ ოქროისა უბწყინვალეს, რომლისათვისცა დაიკლა ქრისტე და შეწირე იგი ძღუნად მისა. ხოლო უკვე თუ იგი იყოს ბრპენისა და თიხისა უხენეშეს, რაი არს სარგებელი ჩურჩელთაგან ოქროისა და ვეცხლისათა? აც უკვე რომელსა გნებავს შეწირვაი ძღვენთა ეკლესიად, პირველად სული შენი წმიდა ყავცოდვათაგან და შეწირე. ესე არს ძღვენი ყოველთა ძღვენთა უპატიოსნესი. ხოლო გნებავს თუ ხილულისაცა ძღვენისა შეწირვად ეგევით არის ქმენ ძღვენი იგი, რაითა ყოვლადვე არაერთოს ანგახრებისა ანუ მონახვეჩისაგან ნაწილი.
რამე თუ არა თუ ეკლესია ის საოქროის მჭედლოი არს, რაითამცა ოქროსა ხოლო და ვეცხლსა ეძიებდა. სიწმიდე სულთა ისახმარ არს და რაი იგი სიწმიდით მოგებულიყოს, მას შეიცირავს ღმერთი. არა იყო მაშინ ტაბლა იგივე ცხლისაი, არცა ბარძიმი იგი ოქროისაი, რომლითა აზიარა ქრისტემან მოწაფეთა, გარნა პატიოსნებაი და ბრწყინვალებაი მისი შესადრწუნებელიყო და თვალთ შეუდგამ რამე თუ სავსე იყო სულითა წმიდითა. გნებავსა ქრისტეს საიდუმლოთა პატივსცემაი. ნუ უგულებელს ყოფ მას, რა ჟამს იხილომ შერი გინა წყურიელი, გინა თუ შიშველი. რაი სარგებელი არს ეკლესიასა სტავრათა მრავალსასყიდლისათა შეწირვაი და გარე ხილვაი მისი სიცივესა შინა და სიშიშულესა და უგულებელს ყოფაი. არა უწყია რამე თუ რომელმან თქვა, ესე არს ხორცი ჩემი, მათე 26:26 და საქმითა სიტყვაი და ამტკიცა მანვე თქვა, მიხილეთ მე მშიერი და არა მეცით ჭამადი, შიშველ ვიყავ და არა შემოსეთ მე. რამე თუ რაოდენსა არა უყავთ, ერთსა მცირეთაგანსა მე არა მიყავთ. შეადარე მათე 25, 42, 43, 45, ვისწაოთ უკვე პატივცემაი ქრისტეს იესრეთ, ვითარცა მას ხნებავს, ნუ ვითარცა ჩვენ. რამე თუ პატივი წმიდათა საიდუმლოთა ესე არს, რაითა სულითა განწმენდილითა ცოდვისაგან ვეზიარებოდით, რამე თუ არა ჭურჭელნი ეხმარებიან ღმერთსა ოქროისანი, არამედ სულნი ოქროისა უწმიდესნი. ხოლო ოქროი და ვეცხლი გლახაკთა ზედა წარაგე. და ამას ვიტყვი არა თუ ვაყენებ სამკაულთა ეკლესიისათა შემზადებად, არამედ ამას ვიტყვი ვითარმედ, პირველ ყოვლისა გლახაკთა მოღვაწება იმცა არს საძიებელ ჩვენდა. რამე თუ ეკლესიისაცა შესაწირავთა რომელნი წმიდა იყვნენ ყოვლისავე მონახვეჭისაგან, შეიცირავს ღმერთი, გარნა მოწყალებასა ფრიად უმეტესად შეიცირავს და სათნო იჩინებს. რამე თუ რაი სარგებელ არს უკვე თუ საკურთხეველი სავსე იყოს ოქროითა და ვეცხლითა და სამოსლითა ოქროქსოილითა და თავად იდგეს გარემ მშიერი და წყურიელი და შიშველი. პირველად იგი იღუაცა საზრდელითა და სამოსლითა და მერმე ნამეტნავისაგან ეკლესია იცა შეამკვე. რამე თუ მითხარღა, უკვე თუ იხილო ვინმე მშიერი და წყურიელი და შიშველი, ჭირვეული და არასცეპურია, არცა ასუა სასუმელი, არცა შეჰმოსო სამოსელი, არამედ შეიყვანო ტაძარსა ოქროლესულსა და უჩვენო ტაბლა იქანდაკებული, მადლიერმცა გექმნა. ნუ იყოფინ. ეგრეთვე ქრისტესთვის გულისხმა ყავ, ოდეს იგი უცხოი და ჭირვეული მიმოვიდოდის და შენ დაუტეო შეწყნარება იმისი და ტაძართა ამკობდე მარმარიონითა და სვეტებითა და ოქროითა და ვეცხლითა და სტავრაებითა, არაი არს სარგებელ შენდა, არამედ იგი შეიწყნარე პირველად. იგი იღუაწე და მერმე უკვე თუ ესეც აღქმნა, კეთილარს. არა ქმნისათვის ოქროისა და ვეცხლისა ბარძიმფე შვემთაისა და სხვისა ესე ვითარისა არავინსა და ბრალებულ არს, ხოლო უდებებისათვის გლახაკთა წყალობისა ჯოჯოხეთი განმზადებულ არს, ცეცხლი უშრეტი და ეშმაკთა თანადასჭაი. აც უკვე ნუ იქ მამას, რაითა ტაძარსა მას ამკობდე და ძმა იჭირვეული უგულებელს ხო, რამე თუ ესე ტაძარი მისა უპატიოსნეს არს. ესე სამკაულნი ნუ უკვე წარიტაცნენ მეფეთა ურწმუნოთა ანუ მპარავთა და ავაზაკთა, ხოლო რაოდენიც აღქმნე ძმასა თანამშიერსა და შიშველსა და უცხოსა, წარუპარველად ეგოს უკუნისამდე. ვერცა თუ ყოველნი კრებულნი ეშმაკთანი შეითქუნენ, ხელა ეციფების წარტაცებად იგი. ხოლო მეტყვიან ვიეთნიმე, ვითარ თქვა უფალმანო. გლახაკნი მარადის თქვენთანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენთანა ვარ, ორი მეცა, ძმანო, ამისთვის ვიტყვი, თუ ჯერ არს მოსწრაფებით და წადიერად ქმნად მოწყალებისა. რამე თუ არა ვპოებთ მას მარადის მშიერსა, არამედ ამას ხოლო საწუთროსა და ესე არს ჟამი წყალობისაი.
ხოლო უკვე თუ გნებავს ცნობად ყოვლით ურთძალი სიტყვისა იმის ისმინეთ, ვითარმეთ, სიტყვა ესე არა მოწაფეთა მიმართ თქმულ არს, დაღაცა თუ ესრეთ ჩანს, არამედ უძლურებისა მიმართ დედაკაცისა მის. რამე თუ ვინაიდან იგი უმეცარი იყო და უძლური, ხოლო იგინი აბრალებდეს, ინება უფალმა ნუგეშინის ცემა იმისი და ამისთვის თქვა სიტყვა ესე, ვითარმეთ, რასა შრომასა შეამთხოვთ დედაკაცსა მაგას. რამე თუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდამო. მათეო 26:10 ხედავა რამე თუ ნუგეშინის ცემისა მისისათვის თქვა, თუ მე არა მარადის თქვენთანა ვარ. რამე თუ საცნაურ არს ვითარმეთ მარადის ჩვენთანა არს ვითარცა იტყვის თავადი ვითარმეთ, აჰა ესე რამე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულად მდესოფლისა. მათეო 28:20 ამის ყოვლისაგან ცხად არს ვითარმეთ ესე იყო პირი სიტყვათა მისთაი, რაითა სარწმუნოებაი დედაკაცისა იმის, მაშინ აღმოცენებული არა განახმოს შერისხვამან მოწაფეთამან. ხოლო ჩვენ ნუ შემოვიღებთ შორის სიტყვათა ამათ, რომელნი განგებულებითა რომლითამე თქმულ არიან, არამედ რომელნი იგიშჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთა და ახალსაცა შინარჩულსა და ძველსაცა მოწყალებისათვის იგინი აღმოვიკითხნეთ და ფრიადი მოსწრაფებაი ვაჩვენოთ ამას საქმესაზე და რამე თუ განწმედელი არს ცოდვათა ის საქმე ესე, ვითარცა იტყვის, ვითარმეთ, მიეცით მოწყალებაი და ყოველივე წმიდა იყოს თქვენ და. ლუკა 11:41 ესე უაღრეს მსხვერპლებისა არს ვითარცა იტყვის, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი. ოსე 6:6 ესე ცათა განახვამს ვითარცა იტყვის, ლოცვანი ეგეშენი და ქველის საქმენი აღვიდეს სახსენებლად შენ და წინაშე ღმრთისა. საქმე 10:4 ესე უაღრეს არს ქალწულებისაცა, რამე თუ ქალწულთა რომელთა არა აქუნდა ესე, განითხინეს სასწლოისა მისგან და რომელთა აქუნდა ბრწყინვალედ შევიდეს. ვინაიდან უკვე ესე ყოველი ესრეთ არს ვიღუაცოთ, ძმანო, თესვად წყალობისა, რაითა წყალობა იცა მოვიმკოთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურთიდებაი, პატივი და სუფევაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.